საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ფიგურაზე მინდა გესაუბროთ დღეს, რომელიც სამწუხაროდ საზოგადოებაში ნაკლებად პოპულარობით სარგებლობს და ბევრმა არც იცის მისი ღვაწლის შესახებ. დავით კურაპალაძე ლომის წვლილი მიუძღვის ქვეყნის გაერთიანებაში. იგი სარგებლობდა თავისი ავტორიტეტით მთლიან რეგიონში, მაგარი ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული სომხეთის მეფე მთავრებთან, ბიზანტიის იმპერატორთან, ბასილ კეისართან, ყველა პატივს სცემდა. როდესაც ბასილ კეისარს აჯანყება მოუწყო ბარდასკლიაროსმა, ხო? მან თხოვა დახმარება ზუსტად დავით კურაპალაძს და სამაგიეროდ მიწევს გაჩუქებ, იმიერტაუს მიწევს. დავითმაც გაგზავნა თორნიკე ერისთავი, დაეხმარა ამ აჯანყების ჩახშობაში და ბასილმაც გადასცა იმიერტაუს მიწები. ეს მემკვიდრეობით არ იყო. ამ მიწების გამო დაიწყო გიორგი პირველმა ბასილ კეისართან ბრძოლა და დაუმარცხდით სამწუხაროდ. ამდენი საუკუნე ვიბრძოდით დაუკლარჯეთის გულისთვის და ბოლოს თურქეთმა წაგვართვა. ამ დროს თურქი ვაფშე არ არსებობდა. ივანე მაროშიძემ თავისი დიდებული გეგმა ქვეყნის გაერთიანებისა სწორედ დავით კურაპალას გაანდო პირველი. მისი იმედი ჰქონდა, რომ დაეხმარებოდა იგი მას ქვეყნის გაერთიანებაში, რადგან მართლა ავტორიტეტით სარგებლობდა რა. და მინდა რომ ყველა მიცოდეთ მისი ღვაწლის შესახებ და დავაფასოთ, ახალგაზრდებს უფრო ვთხოვ რა. და კიდე 22 თებერვლიდან ვიწყებთ საქართველოს ისტორიის შემსწავლელ სამთვიან კურსს, ფასიანი არის და მომწერეთ პირადში დეტალებს გაგაცნოთ. პროგრამასაც გაჩვენებთ.